რას ფიქრობენ რა მუდმივ ტერორში ეყოლებათ ქართველები კიდევ უფრო გაღარიბებაზე წაიყვანენ კიდევ იქეთ გადაღუნავენ იმ ხარეს სადაც ესენი მიდიან ეს ხო გასაგებია რომ ოდესღაც ეს ზაფი გაწყდება და მოხდება კატასტროფა მამანი იკითხავს 13 წლის წინ თუ იცოდა ამ კაცმა რომ ხალხის მუდმივი დატერორება ამ ყველაფრის შემოქმედს კატასტროფამდე მიიყვანდა ახლა რა დაემართაო ახლაც იცის მაგრამ გონია რომ გაფორმებულ დიქტატურაში ეს სხვანაირად იმუშავებს გონია რომ ქართველ ხალხს მოერევა გონია რომ მას ეს ზაფი არ გაუწყდება ან იქნებ ცდილობს უბრალოდ მაქსიმალურად გაწელოს და დაელოდოს გაწყვეტამდე როდის გაწვრილდება მანამდე კი იქნება ამ ქვეყნის ბოლომდე რუსეთისთვის გადაბარებაც მოასწროს და მერე გინდა გაწყდეს და გინდა გამთელდეს ჩხრეკა გავთ ჩავატარეთ პირადი ჩხრეკა მაგრამ არსად არ გიწერეთ რომ ტელეფონი უნდა ჩამომართვათ მე არ ვანერვიულებ ბავშვს გაბრძანდით და წავიკითხავ ამ განჩინებას კოცმა გაარკვია რომ ამ ქვეყანას თურმე ქალები უპირებენ გადატრიალებას ცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მათ შორის ორსული ქალები და კიდევ საქველმოქმედო ფონდები ქველმოქმედისა და მეცენატის სახელით პოლიტიკაში მოსული კაცის პარტია რომ საქველმოქმედო ფონდებს გამალებით ებრძვის ამაზე ცინიკური ახლა მარტო ის მახსენდება ზარქუა რომ სხვის კლიმაქსით გამოწვეულ არაადეკვატურობას განიხილავს მე მგონია რომ ამ კალდატოს ვისა კლიმაქსის პრობლემა დაუდგა და ამიტომაც არის რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს აი ეს კაცი რომ პარტიაშია იმ პარტიის წარმომადგენლები ქალის ოჯახის სარწმუნოების ქართველობის პატივისცემაზე გველაპარაკებიან და თან გვეჭხუბებიან რატომ არ გჯერათ რომ ვაჟკაცები ვართ და სამშობლოს ინტერესებს ვიცავთო ქალბატონო რასა მიხედეთ თქვენს ქვეყანას მიხედეთ ევროკავშირს რომელიც უავტორიტეტო რეიტინგდაცემული ორგანიზაცია გახდა თქვენს ხელში ევროკავშირის რეიტინგი ირაკლის რეიტინგთან მართლა რა მოსატანია ლამის მთელმა მსოფლიომ გაიცნო ამერიკელ სენატორს ჩათლახი რომ დაუძახა ნამდვილი ვაჟკაცია ირაკლი ზოგადად ოცნებაში ვაჟკაცების დიდი კონცენტრაციაა ზემდგომებშიც და ქვემდგომებშიც ხალხის ამხელა ჯგუფს ასე უცებ ერთიანად აიღოს ღირსებაზე და ნამუსზე ხელი მაღალჩინოსნიან დაბალჩინოსნიანად იშვიათად თუ ნახავთ სადმე მე ვანერვიულებ ბავშვს ახლა არა ადამიანთა შემოსულა თქვენ მითხარით რომ შემოგუშვითო და დედიკვარი ნერვიულო თქვენ გითხარით რომ შემომიშვითო და ყოწყნარათო გავივლით ყველაფერსო არა არ გადიხართ წყნარად ძალიან დიდი მადლობა ჯერთი ფსიქოლოგიურ ძალადობარისაც ახორციელებთ ეს დავიწყოთ ამითი წამიკითხეთ განჩინება და შემდეგ გადმოგცემ ტელეფონში არაფერზე არავით აქ ვიდგები არ არის თქვენთვის თქვენ წამიკითხეთ თუ შეიძლება აქ წერო საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გათვალისწინებული უნდა იქნეს ეს დანაწესები და მე მაქვს უფლება გადაღების არა მე მაქვს გადაღების უფლება განჩინება და ვიცხოთ საგამოძიებო მე მაქვს გადაღების უფლება აი მაგალითად ეს პოლიციელი ქალი ორსულ დედას საკუთარ მცირეწლოვან შვილთან ერთად დილაუთენია რომ აწიოგებს არაფრის გამო საღამოს ალბათ წავა და საკუთარ შვილს ჩაეხუტება ისე რომ ნამუსი საერთოდ არ შეაწუხებს ივანიშვილის დებს ხოლმე პერიოდულად შვილიშვილებთან ჩახუტებულ ფოტოებს სინამდვილეში ეს საგანგებოდ მომზადებულ და დავარცხნილ გამოპრანჭული პოლიციელიც და ის დანარჩენებიც რომლებსაც საბანში შემალული მცირეწლოვნის შეშინებული თვალები ნერვს არ უტოკვებს ახლა გამოცდას აბარებენ სისასტიკის ბოროტების დაუნდობლობის უსისხლობის გამოცდას უნდა დაამტკიცონ რომ დიქტატურისთვის გამოდგებიან უნდა დაამტკიცონ რომ რეჟიმის საამებლად ყველანაირ საზიზღრობაზე მოაწერენ ხელს ვერ მოგცემ თქო არა თქო წამაკ მამა ნუ ხელავ გეხვეწები შენ თქო რა ნუ ხელავ თქო ეხა არ მინდა შენი ნერვიულობა და ისი უწემინდა ეხა კიდე გეხვეწები რა გავიგეთ მაგრამ მამა შენ უნერვიულობ თქო ეხა შენი ნერვიულობა და გულის შეტევები და თქო ვერ წამართოთ ტელეფონს იმიტომ რომ მე თქვენ არ გენდობით კი მართლმე არავითარ შემთხვევაში მე არ ვიცი თქვენ რას ჩამიდებთ სახში მე არ ვიცი სახში რას ჩამიდებთ არა მანახეთ საწერია მათნა უკაცრავად საბა ერთი წამით დარჩი გეხვეწები საბა გადი ოთახში არ მინდა რომ შენ აქ იყო გთხოვ რომ შეხვიდე ოთახში და არ მინდა რომ ამას უყურო
სისხლდილი ოჯახების დაწიოკების ცერემონიები მხოლოდ რეჟიმის ჭანჭიკების გასაწვრთნელად და გამოსაცდელად არ იმართება. მეტი ტერორი, მეტი შიშის დანერგვა, მეტი დაუნდობლობა, ნულოვანი ტოლერანტობა. ყველამ უნდა გაიგოს, ყველამ უნდა იცოდეს, რა ელის თუ სისტემის წინააღმდეგ ხმას აიმაღლებს. ამას კი რეჟიმი კანონის, ქვეყნის, ინტერესების, მორალის, კაცობის და ქრისტიანობის სახელით გააკეთებს. საერთოდ კანონი იქმნება იმისთვის, რომ ადამიანები დაცულად გრძნობდნენ თავს და არა იმისთვის, რომ კანონი ემსახურებოდეს იმას, ვინც კანონს მართავს. ის ადამიანი უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას და დღეს აბსოლუტურად არეულია. აი, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ქრისტიანული რელიგია გვინდა, ანუ მართლმადიდებლობა გვინდა სახელმწიფო რელიგიად გახდეს, როგორც ამბობენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კანონები რაღაცნაირად მართლმადიდებლურ პრინციპებს მაინც უნდა ექვემდებარებოდეს, მაინც კი არა ეს იქნებოდა საუკეთესო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის სიყვარულზე დაფუძნებული, მაგრამ არც მართლმადიდებლური კანონებით ვიმართებით და არც დემოკრატიული კანონებით ვიმართებით. მართლმადიდებლობა ჩვენ სიყვარულს გვავალდებულებს. დემოკრატია და სახელმწიფო კანონები გვავალდებულებს, რომ ადამიანი არ დავაზიანოთ. სახელმწიფოს არ შეუძლია ჩვენ ერთმანეთის სიყვარულისკენ მოგვიწოდებს, მაგრამ ერთმანეთი რო არ უნდა დავაზიანოთ, სახელმწიფო არ უნდა დავაზიანოთ და ასე შემდეგ. ამას იცავს სახელმწიფო. და როდესაც სახელმწიფო თვითონ რომელიც არის ჩვენი ერის დამცველი და ჩვენი ერის კურსის დამცველი და ამბობს ამაზე უარს, რაზეც ჩვენ ვიზრდებოდით, რაზეც ვოცნებობდით. რა იყო ქართული ოცნება, ხო? რა არის ქართული ოცნება? როცა სიტყვას ვიტყვით ქართული ოცნებას, ნიშნავს ქართველების ოცნებას. რა იყო ქართველების ოცნება? ოდითგანვე თავისუფლება, არამონობა, რუსეთისგან თავის დაღწევა და როდესაც სახელად დაირქვეს ქართული ოცნება, ჩვენ ყველას გვეგონა რომ აი ეს ოცნება ახდებოდა. თორე ჩვენი ოცნება არასოდეს არ ყოფილა რუსეთის მონობაში ყოფნა. და გამოდის რომ ეს რუსები რასაც ოცნებოდნენ, იმას ვაკეთებთ ახლა. ანუ სახელმწიფო იმას აკეთებს, რუსები ოცნებოდნენ რომ ჩვენი თავი ჩვენ რო არ გვეყუდნოდეს. ჩვენ რომ დამოუკიდებლობა არ გქონდეს, ჩვენ რომ რაღაც გუბერნია ვიყოთ ვიღაცის. ქვეყნის გუბერნიად ქცევის გზაზე ოჯახურ სენტიმენტებზე და პატრიოტიზმზე მოქადაგე ხელისუფალი ქუჩაში დაარბევს და დაასისხლიანებს აქციის მონაწილეებს. სასტიკად გაუსწორდება ჟურნალისტებს. დაიჭერს ათობით უდანაშაულო ახალგაზრდას და დასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსულ მათ დედებს 5,000 ლარიან ჯარიმებს გამოუწერს. დედების თვალწინ აქციიდან ბავშვებს გაიტაცებს. ბაღისკენ მიმოვალ გზაზე მშობლების შხრეკით დააწიოკებს ბავშვებს არაფრის გამო. დაკავებულ ქალებს კი პოლიციაში გააშიშვლებენ, დაამცირებენ, შეურაცხყოფას მიაყენებენ. რეჟიმისთვის სილის გაწვნის გამო კი ჟურნალისტ ქალს წყლობით ციხეში გაშვებას დაუპირებენ, იმიტომ რომ ქართველ ვაჟკაც პოლიციელს ლოყა აუწითლდა. ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, მაგ ფაქტის შემდეგ დაიშალა საერთოდ აქცია. მართლა გეუბნები. სამშობლოს სიყვარულის გამო დაკავებულების თუ დაჯარიმებულების წინააღმდეგ საქმეების შესაკერად ცრუ მოწმე პოლიციელების გამოყენება რეჟიმმა ნორმად აქცია. ესეც ერთგვარი გამოცდაა მათთვის. სისტემისთვის თავდადება, ყველაფრის კადრება, მათ შორის ტყუილის ის საფასურია, რაც ყველამ უნდა გადაიხადოს. პოლიციელი იქნება თუ კლანის მოსამართლე. პერიოდულად რეპრესიების პრაქტიკაში განმახორციელებლებს რეჟიმი დააჯილდოებს. ყველა სჭირდება წახალისება. ათი მცნება ეს არის, რომელიც მსოფლიომ უნდა დაიცვას. და მათი მცნებაში წერია, რომ ცრუ მოწმე იქნებიო და ყოველი მეორე პოლიციელი ცრუ მოწმე გახდა. რაღაცა სიცრუებზე მოწმობენ, რომ ხალხი ციხეში გაუშვა. ეს იცით როგორი ტრაგედია იმათვის კი არა, ვინც ციხეში მიდის, იმათვის, ვინც ამას აკეთებს, მათი ოჯახებისთვისაც. მე ჩემდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მაღალი წარმოდგენის ვიყავი ქართველ ერზე. როგორც ჩანს, იმიტომ რომ მაღალი წარმოდგენის რო არ ყოფილიყავი, იმედგაცრუებაც არ მექნებოდა. მაგრამ ეთქობა ზედმეტად
ვაფასებდი, რომ ჩვენ ასეთ რაღაცას არ გავაკეთებ და ქართველი ამას არ იზამს და ქართველი ქალებს ქუჩაში არცემს და ჟურნალისტ ხარს თავს არ მოწყვიტავს და მიწაზე არ დააგდებს და ქართველი ვაჟკაცი ასე არ მოიქცევა და რაღაც ესეთი წარმოდგენა მქონდა. არაფერ კარგს არ გვიქადეს ის, რაც დღეს ხდება. იმიტომ რომ ბოროტი ძალა შემოვიდა და დაიპყრო ჩვენი მთელი სამართლიანობა და სამართლის ამსრულებლები და ხადა უსამართლო. ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც გვჭირს. ეს უკრაინაში ომია და ხალხი იხოცება. მაგრამ უკრაინელები ხედავენ, რომ ის ბოროტია, ის მასეულება. ჩვენთან და როცა ბოროტს ხედავ, ეს სულიერად კი ბევრი ხვდება, მაგრამ სულიერად არა. სულიერად ისინი ხედავენ ბოროტება სად არის და სიკეთე სად არის. აი ჩვენთან ომი არ არის, მაგრამ სული ისინი მკვდრებიან. ვინც ბოროტს კეთილარღებულობს. ამიტომ ჩვენთან ეს სულიერი ომია. ეს სულიერი ომი ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრი ქართველი კვდება დღეს სულიერად, რომელიც ცრუობს, ცრუმოწმეა, სიცრუეს ემსახურება, სრულსამართალი გამოაქვს. იქ მკვდარია, მოკლა ის ბოროტმა უკვე. ადამიანი ამით მოკლა, სიცრუით მოკლა, სიცრუე კლავს და რა ვიცი, ეს მშვიდობა. სამაგიეროდ მშვიდობა, რეპრესიების, დასმენების, უკანონო დაჭერების, ძალადობის, დაციოკების, ფონდების გაუქმების, ადამიანის უფლებების დარღვევის, რუსული კანონების მიღების, სიტყვის თავისუფლების გაუქმების, განსხვავებული აზრის ჩახშობის სანაცვლოდ. აბა ომი ხომ არ გინდათ? მომავალი არ გექნებათ, წარსულში დაბრუნდებით, ტოტალურ უსამართლობაში იცხოვრებთ, ოკუპანტს და მტერს ფეხქვეშ გაეგებით, ევროპაში ვერ წახვალთ, ვერ განვითარდებით, სამართალს ვერ იპოვით, კიდევ უფრო გაღარიბდებით, მაგრამ თუ დაიჯერებთ, რომ ეს ყველაფერი მშვიდობა, იქნებ ცოტა გულზე მოგეშვათ. ამ უპრეცედენტო მშვიდობის ფონზე კოცი თქვენი ოჯახის სიწმინდეზე იზრუნებს. კაცები რომ არ გათხოვდეთ, ამის აღსაკვეთად პირადად გურამია მომაგრებული. საქართველოში ვერ იქნება ევროპული და ეს ქართული ღირებულება გათხოვება კაცების. კაცებო, ვისაც ეს პრობლემა გიდგათ, მიმართეთ გურამს. ის არ დაუშვებს თქვენს გათხოვებას. ოჯახის სიწმინდის საკითხებზე კი მიმართეთ ნებისმიერ კოცს. მადლობელი ვარ ღვთის, რომ ჩვენს ოჯახებზე ზრუნვა ჩვენთვის ოცნებას ვარ უსწავლები. ჩვენ ეს ისედაც ვიცით. მაშინ მადლობა ღმერთს. და ჩვენთვის ეს სასწავლებელი არ არის საკუთარი შვილის, ცოლის, ქმარის, დედის, მამის, მეგობრის სიყვარული არ არის სასწავლებელი. ამის ჩაწერაც არ იყო საჭირო იყო, რომელმა ქართველმა არ იცის ოჯახის სიყვარული და ოჯახის პატივისცემა. ეგეთი რამე, მაგრამ ეს არის უბრალოდ რუსული პროპაგანდა, რომელიც ქართველებმა აიტაცეს და თითქოს ოჯახს იცავენ, მაგრამ მე არ მინდა და არც მაგის არც უფლება მაქვს და არც ცოდნა მაქვს ისინი რას აკეთებენ და მათი ოჯახები როგორ არიან და თვითონ როგორ ცხოვრობენ და ხალხი კი ამბობს რაღაცებს, მაგრამ მე ხა ჭორებს ვერ ავყვები, მაგრამ არ ჩანს იქ ის სიწმინდეები, რაზეც ისინი თითქოს სხვას მოუწოდებენ და ჩვენთან მე რო ვაკვირდები ის მუშა ადამიანის ოჯახი, მუშა კაცი უფრო იცავს თავის ოჯახს და თავისი ოჯახის სიწმინდეს, ვიდრე ზემდგომები, რომლებიც გაზულუქებული არიან ფულითაც და მიმოსვლებითაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ხალხს ვასწავლო ოჯახის სიწმინდე, ეს ზედმეტია, როგორც ქართველ დედას ვერ ასწავლებ, რომ შვილი უნდა უყვარდეს. ახლა მოდი ჩავწეროთ მაშინ, რომ დედამ შვილი უნდა გაზარდოს და შვილი უნდა შეიყვაროს და ჩავწეროთ ესეც, თუ ეგრეს არის, მაგრამ ეს ხო არ არის, რაღაცა არის, უაზრობა ეს. ბიბლიაშიც კი აწერია. ბიბლიაში წერია პატივი დედასა და მამასა შენსა, მაგრამ არ წერია გიყვარდეს შვილი შენი, იმიტომ რომ შვილი ეს ავტომატურად გიყვარს. არ წერია შენი ოჯახი გიყვარდეს, წერია რომ კალიფიკაცია ხარეს. არ წერია, იმიტომ ეს ავტომატურად ვიცი და ხალი რომ ხალია და კაცი რომ კაცი, მაგის ახსნა ამ ბოლო დროს დაიწყო რეჟიმმა. პროპაგანდას რომ დასჭირდა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შვილების აღზრდის მეთოდიკის სწავლებასაც დაგვირდა ის კაცი თავის დროზე. უნდა შეიცვალოს პრინციპულად ჩემი აზრით ბავშვის აღზრდის მეთოდიკა. არ ვიცი ამ ამბავზე რა ქნა
ივანიშვილმა, მაგრამ ახლა რომ მას დაქვემდებარებული კომისია და ამ კომისიის სტუმრები წინა ხელისუფლებას აბრალებენ, გონი თავად ცდილობდა და ცდილობს ახალი ქართველის გამოყვანას. და მე მახსოვს ამასაც მოყვები, რომ პროგრამები იყო მეთქი რატო ამობ. უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო მოგეხსენებათ და ფინანსდებოდა ისეთი პროგრამები, რომელიც ახალი ქართველის გამოყვანას უწყობდა ხელს. სამი რამე უნდათ. პირველი, ცნობიერების შესვლა, ახალი ადამიანის მიღება. დიდი სიამოვნებით გამოიყვანდა ივანიშვილი ახალ ქართველს, დაჩაგრულს, დატერორებულს, დადუმებულს, არაევროპელს, რუსეთს დამონებულ ქართველს, მაგრამ ანწუხელიძის ქვეყანაში ეს არ გამოდის. 13 წლიანი მცდელობისა და წვალების შედეგად ეს მხოლოდ ზარქუას და კიდევ რამდენიმე შემთხვევაში გამოუვიდა. მართლაც ახალი სახეობა გამოიყვანა. ახლა ამ ახალ გამოყვანილ ჯიშს არც ევროპა უნდა თურმე და არც ვიზა ლიბერალიზაცია. ქართველი ხალხისთვის, თორემ საკუთარი შვილები ლამის ყველას დასავლეთში ყავს გაშვებული. ტრამპი უნდათ მხოლოდ ის ზიქამდე, სანამ სჯეროდათ, რომ მითიურ deep states დაამარცხებდა. ხალხს რა უნდა და სჭირდება, პრინციპში ქოცი მაგით 2012 წლის მერე აღარ დაინტერესებულა და მაშინაც ეს ინტერესი მოჩვენებითი იყო და იმ ფურცელზე დაწერილი ოცნებებრივით გაქრა. ელემენტარულად თავის ტკივილის ამალი არა გვაქვს ჩვენი. თავის ტკივილი, აი თავი რო ავტკიდეს, აუცილებლად უცხოური წამალი უნდა ვიყიდოთ, უცხოური. წამალი, მე ინსულინზე ვარ, დიაბეტიანი ვარ და ის რასაც სახელმწიფო მაძლევს, ევროპიდან შემოდის. ევროპა გვაფინანსებს და იქაური წარმოების არის და ის გვაძლევს და იმით ცოცხლობ. ჩვენ ვერ ჩავიკეტებით და თუ დასავლეთზე უარს ვიტყვით, აუცილებლად რუსეთს უნდა შეუერთდეთ და ეს კიდე მეორე უკიდურეს მაგაჯობია, ჩაკეტილი ვიყოთ და არც რუსეთთან და არც არავისთან, ვიდრე რუსეთთან ვიყოთ, იმიტომ რომ ეს არის ისევ იმ მონობაში დაბრუნება ძაღლიო თავის ნარწევსო არ უბრუნდებაო სახარებაში, როგორც ძაღლი უბრუნდება, ისე მიუბრუნდებითო და ეს საკუთარი ნარწევის გოდიში ამ სიტყვაზე მიბრუნება არის სახარებაში წერია და იგივეა ჩვენ ამოვანთხიეთ ერთხელ რუსეთი და რუსეთის მონობა და მე არ მინდა ჩემი ისე რუსეთს დაიმონოს და დასავლეთი არის ერთადერთი სივრცე, რომელიც ჩვენ გვაღიარებს დამოუკიდებლად, რომელიც ჩვენ გვაღიარებს ერთმთლიან არ აღიარებს იმ ტერიტორიებს, რომელიც რუსეთმა წაგვართვეს, რუსებმა ცალკე სახელმწიფოებად გამოაცხადეს, დასავლეთი აღიარებს მას ჩვენ სახელმწიფოდ და როცა იტყვი, რომ დასავლეთთან არ გინდა და სუვერენობას იცავ, როგორ დაიცავ? ესეთი რამე არ არსებობს, რომ შენ სუვერენული გახდე სხვის გარეშე. ეს აბსურდია. და როცა მე ვამბობ, რომ ასევე დასავლეთის კულტურა და ცივილიზაციასთან გვინდა ჩვენ თანაზიარება, ეს ნიშნავს იმ სამართლიანობას, რომელიც დასავლეთში არის. და ეს ნიშნავს, რომ მე არ მომწონს ის უსამართლობა, რომელიც საქართველოში არის. სრულიად უსამართლობა. კი ბატონო, თუ დასავლეთის სამართლიანობა არ მომწონს, მაშინ შენი სამართლიანობა უკეთესი უნდა იყოს. არის რომ ჩვენთან უკეთესი სამართლიანობა, როგორც ვთქვათ, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ადამიანი უსაფრთხოდ გრძნობს თავს, ისე არის ჩვენთან უსაფრთხოება? თუ იქ ქუჩაში გასვლაზე არავინ არ გიჭერს ესე და ციხეში არავინ არ ხსვამს, არის ეს ჩვენთან? რაღაც ქუჩაში გასვლის გამო 5000 ლარი დაჯარიმება, როცა ხელფასი 300 ლარზე ნაკლები აქვს ზოგიერთს და ის საერთოდ არა. ეს ხო აბსურდია, ეს ხო არ ვიცი, არ გინდა დასავლეთი, რა გინდა? რომელი სამართალი გინდა? და კიდე ზოგიერთი ტელევიზიებში წინამორბენ, რომ სანქციები ჯილდო არის, ჯილდო. ეხო საოცრება იყო. საოცრება იყო ამის თქმა. რუსეთი ეხვეწება დღეს ამერიკას, რომ სანქციები მოუხსნას. რუსეთი რამხელა ქვეყანა, რამხელა რა ვიცი, წიაღისეულის მქონე ქვეყანა ეხვეწება, რომ მოიხსენითო სანქციები. და ჩვენ დაჯილდux ვართ სანქციებით. ბევრი
იძახეს ოცნების თავკაცებმა სანქციები ჯილდოაო, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ დამალეს ჭირი. სანქციების სიმწარის გადასაფარად ერთმანეთი აჯილდოვეს, მაგრამ როგორც ჩანს, შვება მაინც ვერ იგრძნეს. თურმე ნუიტყვით და ძალიან რთული ყოფილა სანქციების ქვეშ ცხოვრება. ამისთვის არის სტრასბურგის სასამართლო, ამისთვის არის ეროვნული სასამართლო, კაცო, როგორ შენ მე მიზღუდავ სიცოცხლის უფლებას. იმიტომ რომ შენ არ გვევ კონვენციას, ევროპულ კონვენციას, როდესაც შენ მე ცდომას არ მაძლევ თანხაზე, ესე იგი შენ მე მტოვებ ჯანმრთელობის უზრუნველყოფის გარეშე. მე ვერც წამალს ვიყიდი, ვერც დაზღვევას გადავიხდი სამედიცინოს და ვერც ოპერაციის ფულს გადავიხდი. ანუ გამოდის რომ მე თუ ავათავარ, უნდა მოვუკვდე და ეს არ არის კონვენციის დარღვევა. გავიდნენ იურისტები რისთვის არიან რომ ზუსტად გაისარჩელები დაწერონ, გავიდნენ და ეროვნული სასამართლოების ინსტანციების შემდეგ მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს ბოლო-ბოლო. Rodemde უნდა ვიჯდეთ, რომ ხო სანქცია არაფერი არა. არაფერი არა, როგორ არ არის არაფერი, არის. ჯერ სათხართ ყველაფერი წინა, სანამ ქართველი არ ნებდება, ადგილობრივი რუსული ხელისუფლებისთვის ყველაფერი უფრო რთულდება. ქართველი კი ადვილად პრინციპში არც რთულად, არასდროს დანებებულა. და რამდენიც უნდა ითამაშოს ოცნებამ მოქალაქეების სენტიმენტებზე, ფსევდოპატრიოტული, ფსევდოეროვნული, ფსევდოკაცთმოყვარე, ფსევდოადამიანური, ფსევდოქრისტიანული, არალეგიტიმური რეჟიმი მისი რეალური ქმედებების ფონზე ვეღარავის მოატყუებს. რამხელა კელაპტარიც არ უნდა დაანთონ რიგში ჩამწკრივებულებმა. მათ ქმედებებში რომ ღმერთის ხელი არ ურევია, ამას ყველა კარგად ხედავს. და რაც ამათმა ეკლესიას დაუშავეს, არც ერთ სახელმწიფოს არ დაუშავეს, არც ერთ მთავრობას არ დაუშავებია, არც ერთ მთავრობას არასოდეს. იმიტომ რომ, რა ვიცი, გააკეთეს და რაც მოხდა ამ დროს, რა უბედურებებიც მოხდა ეკლესიურად, ყველაფერი ამ დროს მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ებრძოდნენ და ებრძვიან ეკლესიას. ეხლა თავიანთი გატეხილი სახელით ებრძვიან, რომ ეკლესიასაც სახელი გაუტეხონ და ვიღაცები, რა ვიცი, ღვთისმსახურებს ვერ დავარქვენ, მოსყიდულები წყავთ და მათ სასარგებლოდ გადაგებენ და რა ვიცი, ცუდი მდგომარეობა მაგხრივ, მაგრამ ამას ვერ გამოიყენებ, იმიტომ რომ ერი ყველაფერს ხედავს. ერი მე კი არ მენდობა, მე შიგულისხმობ მსახურს, მე კი არ მენდობა, მე მენდობა ქრისტეს გამო და თუ ჩემში ქრისტე და სამართალი არ არის და სამართლიანობა არ გამოდის ჩემი პირიდან, მაშინ მე ვინა ვარ, არავინ არა ვარ მისთვის. რუსული რეჟიმი დიდი ხანია სამართალს, ქრისტესაც და ღვთისმსახურებსაც სათავისოდ იყენებს, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობა ამით ვერ მოატყუა და ვერ დააშინა. უკეთესი ევროპული მომავლის იმედით ხალხი 200 დღეა ქუჩაშია და არ კარგავს მთავარს, რწმენას და გამარჯვების ჟიზ და ასე იქნება მანამ, სანამ ქოცის მიერ მიტაცებულ ქვეყანას და სამართალს უკან არ დაიბრუნებენ. რას ფიქრობენ რა? მუდმივ ტერორში ეყოლებათ ქართველები? კიდევ უფრო გაღარიბებაზე წაიყვანენ? კიდევ იქეთ გადაღუნავენ იმ მხარეს, სადაც ესენი მიდიან? ეს ხო გასაგებია, რომ ოდესღაც ეს ზაფი გაწყდება და მოხდება კატასტროფა.